11 ექიმს. გადაცემის ეს ნაწილი ფიქრობ ქალბატონებს განსაკუთრებით დაინტერესებს, თუმცა ვერ ვიტყოდი რომ მხოლოდ ქალბატონებს დაინტერესებს იმ ბატონებსაც, რომლებსაც ძალიან უყვართ საკუთარი თავის მოვლა და დღეს გსურს გაგაცნოთ არაოპერაციული და არაინვაზიური კოსმეტიკური პროცედურა, რომელიც სახის კანის გაჯანსაღებას უწყობს ხელს და ყველა იმ დეფექტის აღმოფხვრას ახდენს, რაც შეიძლება ასაკის გამო ან სხვა მიზეზების გამო შეიძლება დაემართოს ადამიანს. მოკლედ, კლინიკა მედიში არის ძალიან დიდი და სერიოზული სიახლე. პირველად საქართველოში არის აპარატი, რომელიც როგორც ექიმი კოსმეტოლოგები ამბობენ, ჯადოქრობებს ახდენს. მაგალითად, სრულიად აქრობს აკნეს შემდგომ ნაწიბურებს. არის საპრევენციო, ახალგაზრდავებს კანს, მკურნალობს აკნეს და გამოიყენება ყველგან, სახეზე, ხელებზე, დეკოლტეზე, ზურგზე, კისერზე და რაც თავარი არის სრულიად უმტკივნეულო და ძალიან ეფექტური. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ლაზერულ სინათლის აპარატზე BB Hero-ზე, რომელიც კლინიკა მედიში დაინსტალირდა. და ამ აპარატის შესაძლებლობებს გაგვაცნობს კლინიკა მედის ექიმი, დერმატოკოსმეტოლოგი ია კარგარეთელი. ია, მოგესალმები, მადლობა გსურს გადაგიხაროთ იმისთვის, რომ იმყოფებით დღეს ჩვენთან ერთად. ხო, პირველად საქართველოშიო, ასეთი ტექსტით გავიდა ჩვენს გადაცემაში, აი თქვენი წარსადგენი ტექსტი და რომ გითხრათ რა არის ეს BBL Hero და რატომ არის ის ასეთი დიდი სიახლე ესთეტიკურ მედიცინაში. მადლობა მოწვევისთვის. ეს იგივე BBL-ია, თუმცა უკვე გაუმჯობესებული ხელოვნური ინტელექტით, რაც ექიმს ეხმარება, რომ პროცედურა იყოს უფრო ზუსტი, სწრაფი და ეფექტური. ამ მეთოდის სიახლე კიდევ ის არის, რომ გარდა ეფექტურობისა და სიზუსტისა არის კომფორტული ასევე. თუ ცალკე ვიტყვით, რა პროცედურას მიეკუთვნება BBL Hero, ეს არის კანზე არსებული სხვადასხვა ტიპის დეფექტების მოშორება, რომელიც შეიძლება ყველას აწუხებდეს. ეს არის პიგმენტური ლაქები, აკნე, ჭორფლი, ასევე როზაცია, კუპეროზი, გარდა ამისა, ნაოჭები. ცოტას ვერ გამათეთრებს. ფოტოტიპს ვერ შეცვლის, თუმცა თუ არის მზით გამოწვეული სიმუქე, რა თქმა უნდა. რა არის მთავარი განსხვავება არსებულ და მანამდე არსებულ BBL Hero-ს შორის? როგორც ახსენი, ეს არის იგივე BBL-ი, თუმცა ხელოვნური ინტელექტი თვითონ სპეციალისტს, რომელიც არის უკვე აპარატში მოთავსებული, ეხმარება, რომ პროცედურა, აი როგორ თქვა, ბჭყალებში ეს არის ტექნიკა მოძრაობაში, უფრო სწრაფი იმპულსების საშუალებით, რაც თქვა, ადრე 4-ჯერ უფრო ნაკლები დროით შესაძლებელი იყო, უფრო სწრაფად ჩაატაროს დიდი ზონების დამუშავება. ეს შეიძლება იყოს სახე, ყელის ზონა, ზურგი, ასევე ხელები და ფეხები. ანუ ამ ზონებზე არსებული ყველა პრობლემის მოგვარებაში სისწრაფე გამოიხატება, სიზუსტე და ასევე კომფორტულობა. აი შეგვიძლია ვთქვათ. ია, თქვენ აი სისწრაფე ახსენეთ თვითონ პროცედურის, მაგრამ რამდენად სწრაფი არის შემდგომი ეფექტები აღნიშნული აპარატით ჩატარებული პროცედურების? რეაბილიტაციაში, როგორც ასეთი, უფრო მეტად ჩანს პიგმენტაციის შემთხვევაში, რადგან პიგმენტური ლაქები მუქდება პროცედურის შემდეგ და დაახლოებით 10 დღის განმავლობაში თანდათანობით სადავდება. კაპილარსაც შეხება თავიდან თითქმის არ ჩანს, უბრალოდ ოდნავ ვიწროვდება რეალობასთან შევარდებით და დაახლოებით საბოლოო შედეგი დგება 2 კვირიდან 3 კვირის პერიოდში, როდესაც განმეორებით ვიზიტზე წყვიტავთ იგივე პროცედურის გამეორებას ან მოცდას. საშუალოდ თუ ვიტყვით ინტერვალი ან რამდენი პროცედურა უნდა ჩატარდეს, ეს არის თვეში ერთხელ 3-დან 5 პროცედურამდე და მიღებული შედეგი ფიქსირდება დაახლოებით 1 წელი. ეს ეხება ყველა იმ ჩამონათვალს, რომელიც თქვენთვის თუ განსხვავებული არის მაგალითად აკნეს შემდგომი ნაწიბურების ან ყველა პროცედურის შემთხვევაში. რადგან ჩვენ არ გავუსვით ხაზი, რა უპირატესობა აქვს უშუალოდ ამ პროცედურას, ეს არის რომ BBL-ი ზოგადად არის უნივერსალური ტექნოლოგია, რადგან აერთიანებს კანზე არსებული ყველა მოვლენის ერთ პროცედურაში, როგორ გითხრათ, მობილიზებას. აი როგორ მუშაობს BBL მექანიზმი, მარტივად რომ ავუხსნათ ჩვენს მაყურებელს? სამედიცინო ენით ეს არის ქრომოფორი, ანუ სამიძრნე უჯრედი, რომელიც არსებობს კანში, პათოლოგიის შემთხვევაში გაფართოებულ კაპილარში დაგროვილი ჰემოგლობინის სახით, ეს არის წითელი პიგმენტი, ხოლო თქვათ პიგმენტის დაგროვების შემთხვევაში მელანინი. გარდა ამისა, თუ ჩვენ აქცენტი გვაქვს უკვე გამაახალგაზრდავებელი მიმართულებით, ეს უკვე არის წყალი.
წყლის მოლეკულა. ანუ მოხვედრილი კანში სინათლის სხივი გარდაიქმნება სითბურ ენერგიად და შესაბამისად, როდესაც ლაპარაკი არის კაპილარში არსებულ პრობლემაზე, გააქტივებული, გახურებული ჰემოგლობინი აწევებს კაპილარის კედლებს და შესაბამისად თანდათანობით ეს ფიზიოლოგიური პროცესია დაახლოებით 3 კვირის პერიოდში ჩვენ ხედავთ კაპილარების გაფერგდალებას. Როგორც თქვი, ეს შეიძლება იყოს ქრონიკული როზაცეის სახით, ან კუპეროზის შემთხვევაში, როცა არის ხაზოვანი პრობლემა, ან კაპილარული ტელეანგიექტაზიები, იგივე ვარსკვლავები, რასაც ეძახიან თქვათ ხალხში. რაც შეეხება პიგმენტაციის შემთხვევაში, აქ იგივე სხივის ზემოქმედებით დაგროვილი მელანოციტები ხურდება, გარდაიქმნება უფრო მუქ პიგმენტად, ეს უკვე ჩანს და პაციენტი ამითი ხვდება, რომ პროცედურა ეფექტურია და თანდათანობით ხდება აი ამ პიგმენტის ნელ-ნელა, როგორ ვთქვათ, მოშორება. არის თუ არა ეს პროცედურა უსაფრთხო, იმიტომ რომ ნებისმიერ პროცედურას შეიძლება ჰქონდეს თავისი გვერდითი ეფექტი და რამდენად უსაფრთხო, იმიტომ რომ უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტისთვის, ხო? და კომფორტულიც რამდენად არის, აი რას გრძნობს ასეთ დროს, როდესაც აი სპეციალისტი მუშაობს პაციენტის სახეზე მაგალითად. როგორც თქვით, პროცედურა არის სწრაფი, ერთდროულად სხივის თანაბარი შეყვანით, რადგან ამას აკეთებს უკვე დამხმარე ხელოვნური ინტელექტი, რომ თანაბრად გავანაწილოთ წამოსული იმპულსები. თანადროულად მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ არის აღჭურველი უკვე 2 ლამპით, რაც გულისხმობს, რომ წამოსული სინათლის სხივი უფრო დამზოგველად ხდება კანზე და გარდა ამისა გვაქვს კომფორტული ტემპერატურული რეჟიმი, რომელიც გულისხმობს, რომ აპარატი ხურდება დაახლოებით 0-დან 30 გრადუსამდე და პაციენტი პროცედურაში გრძნობს მხოლოდ სასიამოვნო სითბოს. აქ არ არის არანაირი, როგორ გითხრათ, სიმხურვალე და წვა. რაც თვითონვე პაციენტებს უთქვამთ, შეუდარებიათ ცოტათი ქონდა მსგავსი ეფექტები, ხო? კი ბატონო. თქვენ ახსენეთ, რომ მოცულობით ასევე უფრო ესე ვთქვათ, დიდი მოცულობის ფართობზე, კანზე შეიძლება მუშაობა და ასევე კაპილარული ვარსკვლავები. რამდენად არის შესაძლებელი ჩვენ ჩამოვთვალეთ, ვთქვათ, კისრის, ხელების, დეკოლტეს მიდამო ქვემო კიდურებზე, ანუ ფეხებზე აღნიშნული აპარატის გამოყენება. დიახ, ესთეტიური თვალსაზრისით. კი ბატონო, ვიყენებ. რომელსაც ასევე სამკურნალო ეფექტი აქვს. ამ ზონებში უფრო არის მიმართულება სავარაუდოდ პიგმენტური ლაქები, კაპილარები კი არის, ოღონდ უფრო წვრილი ესთეტიურად გაუმართლავი. რაც შეეხება ვენებს, რა თქმა უნდა, მას უკვე სხვა კალიბრი აქვს და იქ სხვანაირი თერაპიული ღონისძიება საჭირო. ჩვენ შემთხვევაში ვლაპარაკობ წვრილი კალიბრის კაპილარებზე, რაც შეეხება თუ რა ტიპის საცვის თავაკებით მუშაობთ, აი ზომებით რო წარმოვიდგინოთ, ეს არის 45 მმ-დან უფრო წვრილ 7 და 3 მმ-მდე ზომის წარმონაქმნების დამუშავება, ასე რომ ფართოა როგორც საცვის თავების სამუშაო, ისე როგორ გითხრათ, ხელოვნური ინტელექტით დახმარებით თანაბარი განაწილების უნარი, თვითონ სხივის, როგორც ასეთი. ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე, რომ მსგავსი ტიპის პროცედურების დროს შესაძლებელია ირგვლივ ჯანსაღი ქსოვილების დაზიანებაც მოხდეს. რამდენად ხელს უწყობს აი ეს ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ახსენეთ თქვენ აღნიშნული ფაქტის აღმოფხვრას? დიახ. ეს ისევ შედის BBL Heroes, როგორ გითხრათ, ფუნქციებში, ანუ ჩვენ უკვე ჩამოვთვალეთ, რომ აქვს მრავალფუნქციური მიმართულება, ეს არის რომ არის სწრაფი გაჩნია კომფორტი, გარდა ამისა მუშაობს კონკრეტულად აი ამ წარმონაქმნებზე, რის ხარჯზე, ეს არის ფილტრები. ფილტრი გულისხმობს, რომ ჩვენ აქ შეგვიძლია ვიმუშაოთ აკნე, რაც გულისხმობს, რომ ზედაპირული ეპიდერმისის ზონიდან უფრო ღრმად კოლაგენის ზონამდე. და აქ რა თქმა უნდა, ეხლა პარამეტრები არ ვიცი რამდენად საჭიროა, რომ თქვათ, მოსახლეობისთვის ინფორმირებულება იყოს, ეს არის 400 ნანომეტრიდან 900 ნანომეტრამდე. შესაბამისად, ჩვენ ვიყენებთ სხივის ყველა, როგორ გითხრათ, სიგანეს, ანუ ლურჯი სხივი არის, თქვათ, 400 ნანომეტრიდან 500 ნანომეტრამდე, რომელთაც მუშაობ ჩვენ აკნეს შემთხვევაში, რომ მოვაშორეთ ზედაპირზე ბაქტერიები და მოხდეს უფრო სწრაფი ანთების პროცესის ჩაცხრობა, რაც შეეხება კაპილარების შემთხვევაში, ეს უფრო ღრმა არის 500-დან 600 ნანომეტრამდე, აქ უკვე ჰემოგლობინის მარცვლები გვხდება და ის ახდენს კაპილარების შევიწროვებას, რაც შეეხება უფრო ღრმად, ეს უკვე არის წყალი, აქ უკვე ჩადის ინფრაწითელი სხივი, რომელიც არის უკვე
500 ნანომეტრიდან და ზევით მუსტაფილოსფერო მოწითალო სხივი, რომელიც ახდენს ფიბრობლასტების მიერ კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავების სტიმულაციას, რაც რა თქმა უნდა 25 წლის მერე ნელ-ნელა ქვეითდება. და სწორედ ეს უწყობს გაახალდასწავლებას. დიახ, რა თქმა უნდა, ეს გვეხმარება, რომ გავაუმჯობესოთ კანის ტონუსი, ასევე რელიეფი და მივცეთ უფრო ჯანსაღი შეხედულება. რატომ უნდა აირჩიოს პაციენტმა BBL Hero აპარატით თერაპია და თან მედიში? იმიტომ რომ საქართველოში ის არის მხოლოდ ჩვენთან და საქართველოში ესთეტიკურ მედიცინაში როგორც ასეთი წამყვანი კლინიკა არის კლინიკა მედი, თავისი გამოცდილებით და სანდოობით პირველი. ჩვენი გამოცდილება არა მარტო ჩვენი უშუალო გამოცდილებით არის განპირობებული, არამედ ჩვენი საერთაშორისო თანამშრომლობით გარშემო არსებულ კლინიკებთან და მიღებული გამოცდილების, რა თქმა უნდა, უკვე ჩვენს პაციენტებზე გამოყენებით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ კლინიკა მედი ამ მიმართულებით არის პირველი პიონერი ფაქტიურად, რომელსაც აქვს სიახლეების დანერგვის უნიკალური შესაძლებლობა საქართველოში. და ამას ჩვენ, რა თქმა უნდა, ექიმები ვიყენებთ. დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ და ბევრი კმაყოფილი პაციენტი. დიდი მადლობა. ბევრი გაახალდაზრდავებული, გალამაზებული და კმაყოფილი პაციენტები. აღნიშნული შემდგომი ნაწიბურებისგან გათავისუფლებული, რაც ყველაზე მთავარია. მადლობა. მადლობა.